სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას სვავს 10 წლის იზაბელა და მას აინტერესებს, როგორ უნდა გაიგოს ბავშვმა, ქრისტიანი არის თუ არა და თუ მორწმუნეა, როდის უნდა მოინათლოს. იცით, მონათლა ზრდასრულ ასაკში ხდება პროტესტანტებში და ის ძალიან კაი კითხვა არის, აბა ჯონ მაკარტური როგორ უპასუხოს. ადრეც ბევრი ულაპარაკი ამ ზუსტად ორივე კითხვაზე პასუხი გაცემული, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ჩავთვალე, რომ თქვენთვის დამეტოვა და გამემეორებინა. ამიტომ მოდით მოусმინოთ ჯონ მაკარტურს. კარგით იზაბელა, რამდენი წლის ახართ? 10 წლის. მითხარი, გჯერა რომ იესო ქრისტე ღვთისძეა? დიახ. გჯერა რომ ის მოვიდა ქვეყნიერებაში უცოდველი ცხოვრებით, იცხოვრა და ჯვარზე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის. დიახ. გჯერა რომ ის მკვდრეთით აღდგა? დიახ. იესო არის შენი უფალი? დიახ. ქრისტიანი ხარ? გიყვარს იესო? დიახ. გინდა პატივი მიაგო მას? დიახ. ახლა საიდან იცი ეს? მითხარი, როგორ იცი რომ გიყვარს იგი? იმიტომ ვიცი რომ 64-ში წავალ. მადლიერი ხარ? დიახ. გიყვართ მასე სიმღერების სიმღერა? დიახ. გიყვართ ბიბლიის კითხვა? დიახ. შესაძლოა ცოტა უფრო დამაშინებელი იყოს თუ 10 წლის ახართ. გიყვართ რომ ვინმე ბიბლიურ ისტორიებს წაგიკითხავთ? დიახ. ხედავთ, ეს ყველაფერი სურვილებია, რომელიც არ არსებობს მოქცეულის თუ ადამიანი მოქცეული არ არის მისკენ. თქვენ გამოთქვით და უპასუხეთ ყველაფერს, რაც ბიბლიაში წერია, რომ ქრისტიანობისათვის უნდა გჯეროდეთ და ის ფაქტი, რომ გსურთ უფლის სიყვარული და უფლის პატივისცემა, ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ თქვენ ხართ ქრისტიანი და ისინი უფრო გაძლიერდებიან, როცა თქვენ უკვე ასაკში შეხვალთ. კარგით იზაბელ? დიახ, კარგით. მადლობა, ძალიან მშვენიერია და რატომღაც ლოცვაზე პასუხი არ გაცა ბატონმა ჯონმა, უბრალოდ ეს ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იყო ამ პასუხების გაცემა პირველ კითხვას. მადლობა მოსმენისათვის. მაგრამ ადრე აქვს გაცემული, როდესაც თვითონაც დადგა ეს საკითხი, ალბათ უფრო ზრდასრული ასაკის, სადღაც 18 წელი იყო, რომელიც მან დაასახელა, როცა უკვე ადამიანი ჩამოყალიბებულად უკვე ამაზე პასუხს. ეს არის ბავშვის პასუხები და მაინც ჯერჯერობით არ არის ის მზად, რომ მოინათლოს და მე მახსოვს ადრე თქვა, რომ უფრო ზრდასრულ ასაკში რო შედის უკვე სერიოზულ ასაკში, შეიძლება 20-21 წელიც იყოს, ხო, ამის გააჩნია ადამიანს, მერე აძლევენ უფლებას, რომ მოინათლონ.